წავედით ჩასხდომა დაიწყო და უკაცრავად ანგარიში ბარათი აქ ვარგებინ არ კარგად დაიხდის მოყავი რა საზღვარზე ჯარებდა მოხვედრეს არა მაგრამ არ ნერვიულობ ეს შემოუშვეს ოღონდ და მე ყავა ჩაისროსვამ და მომოაკითხა და ადგილობიანმა ქალმა და ძალიან ძილობიანმა პატრონის მე საზღვარი ქალმა ისეთი შეწუხებული იყო იქაც ვამშვიდებდი ქალბატონო ნუნერურო და ნუნერურო აი ინტერნეტს ყიდულობე იქიდეთ არა ვატარებ რეგისტრაციას მარახეგეო Oh, can you help me with this? Yes. See, there's 29A. Yeah, 29. And this is in emergency exit. So, yeah, I think... I know that. Yeah, so you have to store all your hand luggage up. Yes, I know that. Good. Thank you. Once again, I'm going to allergy. ისეთი დავისხი რომ მაპატეთ და ხანი აღახო. არა, ეგ ეს ძალიან ცოტა ერთი სალი არ არის. Attention passengers, we've now reached our destination. We hope you enjoyed the flight and have a nice day. Bye-bye. Cheers. Thank you. სტრასბურგში უყევართ როგორც საკუთარ სახლში. მართლა ეგეთი განცდა მქონდა რომ ჩამოვედით. მაქსიმეს ვანავდი რომ მაქს თქვი რომ რაღაცნაირი განცდა გვაქვს რომ ეს უკვე ძალიან შინაურული გარემოა. იდეაში ჩამოვით ახლა უკვე ღონისძიებაზე. განახებთ ყველა დღეს ჩვენთვის საინტერესო პანელებს, იმ პანელებს, რომელიც მე ვფიქრობ რომ ჩემი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. იმედი და რუსთავი ორი გვიმტკიცებენ რომ ჩვენ აქ Deep State-ის ანახავად ვარ ჩამოსული. მესმის რომ ეს რაღაც ცოტა იუმორის ჟანრია ახლა, მაგრამ ცოტა უფრო საქმიანად რომ მივუდგეთ ამ ყველაფერს. მოკლედ დღე პირველი. რა ხდება სინამდვილეში? არა ის რაც გიყვებათ იმედი და რუსთავი არის. არამედ სინამდვილეში რა ხდება სტრასბურგში? გაიცალით მეგობრებო, ეს არის ზურა კაპანაძე, ემიგრანტი ამერიკიდან, რომელიც არის ორგანიზატორი ამ ყველაფერს და იმედი ამბობს, რომ არის Deep State. შულავერის კომიტეტის წევრი. ბევრი ეძებეს, როგორც ამერიკაში, ისე აქ, ვისი შაუბნელი, ვისი სერი, ფულებია, ვისი დაფინანსებებია, ვისი გავლენებია და ამას რო ვერ პაულობენ, კიდევ უფრო იმაშვებიან რა. შენი მოტივი რა არის, როდესაც მიიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ხიდების მშენებლობა დაგეწყო ემიგრაციაში? მე მინდა დავბრუნდე საქართველოში რა. ანუ მე მინდა დავგეგმო, სად იქნება ჩემი ცხოვრების ბოლო ფაზა. აქ არიან ჩემი შულები, წეგან გაგაცანი, ხო? ანუ ისინი ყოველდღე უფრო შორდებიან საქართველოს, მათსა და საქართველოს შორის ხიდი სულ უფრო და უფრო ზიანდება. რამოდენიმე წელიწადი მაქვს მე იმისთვის, რომ ესენი შევინარჩუნო. მათ შორის აი ესეთ აქტივობებზე დასწრებით. ჩემი мотиваცია არის, ჩემი სამშობლოს, რომლის სისხლიც მაქვს, რომლის დნმ-იც მაქვს და რაღაცა, იმისთვის ბრძოლა. ჩვენ ხო არა კონსტიტუციურს არაფერს არ ვითხოვთ. ანუ მე და შენ ხო არ დავჯექი და მოდი ესეთი საქართველო გვინდა. ჩვენ ვითხოვთ ისეთ საქართველოს, რაც კონსტიტუციაში წერია. რაღაც ასაკის მერე იწყებ ფიქს იმაზე, რომ აი სად იქნება ჩემი ცხოვრების ბოლო ფაზა, სად დამასაფლავებენ, სად მოვლენ კვერცხს გამიგორებენ და არ წარმომიდგენია საქართველოს გარდა სხვა ადგილი რა. და თუ მარტო ჩემი საფლავი იქნება იქ და ჩემი შულები არივლიან, იმიტომ რომ ისინი მოწყდნენ ამ ქვეყანას, ეგეც ხო არაა გამოსავალი. დღევანდელი რესურსი ემიგრანტების. რა რესურსია ემიგრაციაში? მე ვფიქრობ, რომ ქართველი ემიგრანტები ეს არის მთავარი ძალა, რომელმაც ჩვენ უნდა გამოგვიყვანოს ქვეყანა. როგორც ეს მოხდა მოლდოვეთში. ემიგრაცია ეს არის ის ადამიანები, ვიზეც არ მუშაობს დაშინება, ვიზეც არ მუშაობს პროპაგანდა, ვინც საღად უყურებს მოვლენებს და ზუსტად ხედავს რა საფრთხეების წინაშე არის ეს ქვეყანა და მეორეს მხრივ რამხელა შესაძლებლობები არის ევროპულ ბაზრებზე და ევროპაში. ჩვენი ემიგრანტები უნდა დაგვეხმარონ ჩვენ იმაში, რომ რეალობა მოუყვენ ევროპასთან დაკავშირებით, მოუყვენ როგორც ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი სოციალური პოლიტიკა არის ამ ქვეყანაში, როგორი ხელფასებია, როგორი პენსიებია, როგორ ზრუნავს სახელმწიფო მოქალაქეზე და რას ნიშნავს იყო ევროკავშირის მოქალაქე. აი, მაგალითად ახლა ბევრი ემიგრანტი გეტყვის, რომ მე ჩემი მიჭირს. მე ოჯახი მყავს გამოსაყვები, მე შვილს უნდა მივხედო, მე ვფიქრობ, ხომ არ ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობების მქონე ემიგრანტი ცოტაა შენი ქვეყნიდან წასული. ეს რო შევადაროთ, რას ნიშნავს
გაჭირვება საქართველოში. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებული. ეს არის ძალიან განსხვავებული. ევროპაში არის უფასო განათლება. კი, უფასო ხარისხიანი, უფასო ჯანდაცვა, ხარისხიანი გერმანული, ფრანგული სტანდარტის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, საშუალო პენსია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე არის 1500-2000 евро, ეს არის 6000 ლარი და არა 450. ფასები სტუდენტური შეღავათები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა როგორ არის განვითარებული და ზოგადად ადამიანები როგორც განა თავზე გადადის ადამიანებს ყველაფერი და პრობლემები აქვს. რა თქმა უნდა, მაგრამ ის პრობლემები განუზომლად განსხვავებულია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, სადაც მოსახლეობის ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე სოციალურ შემწეობას იღებს, ყოველი მეორე მოქალაქე სოციალურ შემწეობას ითხოვს, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია ვიდრე ჩვენთან არის, სადაც 300,000 ადამიანი მოვალეთა რეესტრია, სადაც საპროცენტო განაკვეთები და ბანკების მოგება არის 4-ჯერ უფრო მეტი ვიდრე ევროპაში. შენ ხარ ძალიან საინტერესო რესპონდენტი. თავარი შეკითხვისთვის წეგან მიდოდა დამესვა პანელზე და ეხლა დავსვამ ჩემი მაყურებლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა, რამდენად აქვს სინამდვილეში ხელისუფლებას იმისი შესაძლებლობა, რომ საბანკო პროცენტები დაარეგულიროს. აი როცა ვამბობთ, რომ აი ევროპაში 3%-იანი კრედიტია. სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებას თუ შეუძლია ბანკების იძულება რომ სხვა საპროცენტო განაკვეთი კონდეს კრედიტს. კი, დღეს ხელისუფლებას ნებისმიერს დღეს ვარ საქართველოს იმ ფაზაში არის და საბანკო სექტორის განვითარების იმ ფაზაში არის და ეს არ იყო 20 წლის წინ. 20 წლის წინ მნიშვნელოვანი იყო რომ საბანკო სექტორი გადარჩენილი იყო. იმიტომ რომ უბრალოდ არ არსებობდა საბანკო სექტორი და საპროცენტო განაკვეთები იყო 48 და 96% და უბედურება ხდებოდა რეალურად. გადარჩენ და ახალი ოლიგარქებიც გაჩნდნენ პატარა ოლიგარქები. ეხა სასწორი უნდა გადაიხაროს მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ და რაც თავია კონკურენციისკენ. წარმოუდგენელია, რომ ორმა ბანკმა აკონტროლოს 80% ბაზრის. ფაქტობრივად საქართველოს საბანკო სექტორი არის ორი ბანკი. და ეროვნულ ბანკმა და ხელისუფლებამ რეალურად უნდა გაატაროს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რაც გამოიწვევს იმას, რომ ეს უფრო მეტი ბანკი უნდა იყოს? კი, უნდა დაიშალოს ბანკები. მაგალითად საქართველოს ბანკის ნაცვლად თავისუფლად შესაძლებელია რომ სამი ბანკი იყოს. მაგალითად მიიღო კანონმდებლობა, სადაც იტყვი რომ არც ერთ ბანკს არ უნდა კონდეს ბაზრის, რა ვიცი, 10%-ზე მეტი. თუ ბაზრის 10%-ზე მეტი გაქვს, მაშინ შენზე ვრცელდება სხვა რეგულაციები. რაც შენ ავტომატურად აღარ გიღირს, რომ კონდეს ბაზრის 10%-ზე მეტი, 15%-ზე მეტი და საქართველოს ბანკის ნაცვლად მივიღებთ სამ ბანკს. კიდევ რა უნდა გააკეთოს ემიგრანტმა, როცა ცხოვრობთ ევროპაში, როდესაც ევროპამ ამხალა, არ ვიცი, საქმე გაგიკეთათ, მარტივად რომ აგიხსნათ სიცოცხლეს გადაგარჩინათ, შიმშილს გადაგარჩინათ, ხოცები არ უნდა იყოთ, სირცხვილია ევროპაში ცხოვრობდა და ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო. ლამაზო პატარა გოგო 10 წლის მე ბეკას უთხარი რომ წაგართვალ ცოტა ხანი ნინოს თქო ხო პირველ რიგში მე მინდა გკითხო ფილმის ჩვენების მნიშვნელობა ბევრი თვალსაზრისით იყო ძალიან საინტერესო. სხვანაირად ხედავ იმ კადრებს, რასაც მაშინ ამდენი ხნის მერე. მერე სვავ ისტორიულ კონტექსტში. ამას მოყვა მერე უკრაინა, ხო, ეხლა აი ამ გაუთავებელ ომში ვართ. რა არის ევროპის დღევანდელი პოზიცია, როგორი იყო მაშინ, როგორ განვითარდა საქართველოც, ევროპაც, რუსეთიც, როგორ გადანაწილდა ეს სხვადასხვა ძალები, რომლებზეც მაშინ იყო ფილმში ლაპარაკი და ნუ საკმაოდ პესიმისტური სურათია. დღეს ჩემო მეგობრებმა მითხრეს რომ აი ბიჭებმა რომ როგორ ენდო მიშაო ეს ახლოს მიუშვიაო მე ვიცი ხოლმე ძალიან ტვინის წაღება ადამიანისთვის და ბოლოს ან გამოდის ან გამაგდებენ მაშინ როცა ვამონტაჟებდი ვიფიქრე რომ ეს არის ძალაუფლების უძლურებაზე ხო პატარა ქვეყანა რო ხარ და რა უნდა გააკეთო ამ ვითარებაში აი მაგალითად ქართული ოცნება გეტყვის რომ უნდა გახდე მონა შენი მტრის და უნდა დაუჩოქო, უნდა იყო თავდახრილი მის წინაშე ხმარ უნდა ამოიღო.
ნუ, რავი, დაჩოქილი ყავდა ამ რუსეთს 70 წლის მანძილზე 15 რესპუბლიკა, ხო? და რეებს აღარ აკეთებდნენ, იყო ტოტალიტარული რეჟიმი და რა ხერი, რითი გადარჩნენ, რა გამოუვიდათ. ეხლა რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენც მათ შორის ვეძებთ იმ დაკარგულ ძირს თუ ემას საფუძველს, რაზეც და ღირებულებების საფუძველს, რაზეც მაშინ ვიდექით, ხო? ხარ დღეს რა შევისაც საქმიანობ რა ლამაზი ხარ რა კარგი ხარ და აქ დავადებული აკაზდილი ვარ და ცომში დავდივარ ახლა ინტერნაციულ სკოლაში და რა კარგად იცი ქართული ხო დედიკოსი დამსახურება ჩამომითვალე რა მოგცა ევროპა სხვა მენტალიტეტი სხვა მოვლა ქვეყნის და სხვა განვითარება საქართველოში დაბრუნება მოგინდება იმედია ისეთი სიტუაცია გვექნება და ისეთი პირობები რომ მომინდება და აი შენერებით საქართველოში არ დაბრუნდებიან ისეთი სიტუაცია ხო არასოდეს არ იქნება ისეთი სიტუაცია ხო თქვენ უნდა შექმნათ აი ამ ბავშვებმა მაგრამ ძალიან ძნელია ჩვენთვისაც წარმოიდგინე ანუ აქ ვიზდებით ეს მენტალიტეტი ანუ აქაურობას ვეჩვევით რეალურად ჩვენ ვართ ევროპა და მიდიხარ საქართველოში და საერთოდ არ ხედავ რასაც აქ ხედავ და ამით გაიზარდ ძალიან ძნელია ეს აი შენ რას ხედავ ახლა აქედან საქართველოში აქედან საქართველოში ძალიან ბევრ სამართლობას მე რაც შემიძლია და რაც შემიძლია მივაღწიო იმას ჩემ ხელები იქ შეიძლება ვერ მიაღწიოს ვერაფრით, იმიტომ პირობები არ არის, იმიტომ საშუალება არ აქვს და ძალიან სამწუხაროა. და ძალიან გული მტკივა მართლა არ მინდა რომ ესე იყოს. მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. კი, მართალია უნდა. შენი წელი საქართველოს გაქვს. კი, ხო, მართალია. ვით ქართული ემიგრანტი ხართ? დიდი ხანია აქ ცხოვრობთ? არა. რამდენი ხანია? 2 წელი. და რატო წამოხვედით? მე ავადმყოფობით ჩამოვედი აქ. რა დიაგნოზით? მე მქონდა ღვიძლის ცეროზი, რომელიც აქ გადამინერგეს. და კარგად ხართ ახლა? რა კარგია. მე იქიდან უკვე ნახევარ მკვდარი ჩამომიყვანეს აქ. 6 თვის თავზე გამიკეთეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. რა მაგარია. და ახლა კარგად ხართ? კარგად ვარ, მაგრამ ვერ ჩავდივარ საქართველოში წამლების უქონლობის გამო. მართვა არ იციან საქართველოში ამ ავადმყოფების, ვინც გადანერგილები არიან. გარდა ამისა, წამლების სიძვირე, ექიმების აქ როგორ ახართ ამ წამლებს? ანუ უფასოდ გააქვთ? დიახ, ყველაფერი უფასო მაქვს. დათო. რატომ მიიღე მონაწილეობა ამ ღონისძიებაში? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? საინტერესო ხალხმა მომიწვია, რომ ქალბატონი ლანა ღოღობერიძის ფილმის ჩვენების შემდეგ უნდა ვისაუბრო 1937 წლის და არა მხოლოდ ამ პერიოდის რეპრესიებს, არამედ იმ რეპრესიებს, რომელიც განიცადა ქართველმა ხალხმა და არა მხოლოდ დანუცა ღოღობერიძემ პირადად ეს არის ჩემი სათქმელი და ძალიან თვალნათელია ის მსგავსება, რომელიც აქვთ ხოლმე რეჟიმებს, ტოტალიტარულ რეჟიმებს და ასეთად ყალიბდება საქართველოში დღეს არსებული ვითარება. ამ თემებზე მინდა რომ გავაკეთო აქცენტი და პარალელი იმ ქართველებისთვის, რომლებიც აქედან უყურებენ ყველაფერს, აქედან ნერვიულობენ, აქედან განიცდიან, თუმცა შეიძლება ზუსტად ვერ გრძნობდნენ იმ სიმძაფრეს და სიმძიმეს, რაც არის დღეს საქართველოში. ემიგრაციაში წასულ ადამიანს და ამ ხალხს აქვს ეს განცდა და თითქოს ამ თავის რაღაცა შორს ყოფნაში მაქსიმალურად თავის ფიზიკური შრომით მოპოვებულ ფინანსურ რესურსს არასოდეს არ იშურებენ. ამის მაგალითად ჩემ ფონდი ემიგრაციის მიერ გადარჩენილი ბავშვები და ამ პროცესებშიც, ამ პოლიტიკურ პროცესებშიც როგორი აქტიურები იყვნენ ფინანსურად, აი მართლა თავის შვილებს აკლებდნენ და აქ აგზავნიდნენ. ეს ერთია. მაგრამ მეორეა მათი სხვა ტიპის ჩართულობაც, იმიტომ რომ ეს ხო ყველაზე დიდი ძალაა ჩვენი რაღაცა უდიდესი რესურსი. სად ხედავ ამ ხიდს დღევანდელ საქართველოს პროცესებსა და ამ იმიგრაციის შორის? ერთი ფაქტი ის არის, რომ ფინანსური თვალსაზრისით ქართული ემიგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია საქართველოში ცხოვრები მოქალაქეებისთვის და საიმედო. მეორეა, რომ ქართული ოცნება განსაკუთრებით ცდილობს ამ ადამიანების მოწყვეტას ყველანაირი სხვა სახის ცხოვრებიდან. ჯერზეთი ამ ხალხს ნორმალურად არ ეძლევა საშუალება, რომ თავიანთი აზრი გამოხატონ არჩევნებზე. გამოდის, რომ ფინანსური რესურსი აქედან საქართველოში მიდის, მაგრამ ეს ადამიანები თანამედროვე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ვერ არიან ჩართულები. ღონისძიების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან იყვნენ ჯერჯერობით მჭიდროდ დაკავშირებული, ჰქონდეთ რაღაც პლატფორმა, რომ ერთმანეთთან ჰქონდეთ მჭიდრო კავშირი, შეძლონ აზრების გაცვლა-გამოცვლა, თავადვე გაძლიერდნენ იმისთვის, რომ მერე გააძლიერონ საქართველოს. როგორ ხარ? რა,
რატომ უთხრენ ჩვენზე არ იქნებაო? რა შვები? გამარჯობა, როგორ ახარ? ამ ღონისძიებაზე იმედმა და რუსთავერმა დაიმართეს წარმოუდგენელი სიგიჟე. ყველაფრის გაშავებას იწყებენ ალბათ რაც ჩვენთან კავშირშია და კონტაქტშია და ევროპასთანაც, მათ შორის დღესდღეობით თუ კი ვინმეს აქვს შანსი ამ ქვეყანას დაეხმაროს გადარჩენაში, არის ის უზარმაზარი ანუ ემიგრანტების არმია, რომელიც საქართველოს ყავს სხვადასხვა ქვეყნებში. მათ აქვთ დამოუკიდებლად მოქმედების რესურსი, მათ აქვთ რაღაც ნაწილობრივი და ზოგს მეტი ზოგს ნაკლები ფინანსური რესურსი, მათ შეუძლიათ გააძლიერონ როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფინანსურად კონტაქტების არის კი ემიგრაციაში დიდი ძალაა და როდესაც ემიგრაცია კონტაქტში გამოდის საქართველოში მყოფ აქტიურ ადამიანებთან ეს მათთვის არის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ მთელი რუსული კანონები, აი შემზღუდავი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნებისმიერი ყველაფერი რაც გააკეთეს, იმიტომ რომ ერთი საუბარი აგვიკრძალონ, შეკრება აგვიკრძალონ, ამ ყველაფრისთვის დაფინანსება შეგვიზღუდონ, ანუ ყველაფერს მოუჭირეს, შენ მაინც ყველაზე კარგად იცი, წარმოიდგინე რა ფასი გადაიხადეს მორალური, რომ პატარა ბავშვებს, რომლებსაც სამკურნალოდ უშვებდი, იმათი ფული აქვს დატყვევებული, იმდენად ისე დიდ მსხვერპლზე მიდიან, ესე ვთქვა, თავისივე ამომრჩევლის თვალშიც, ხო, აი რა ძნელად მეგულება ადამიანი შეიძლება ვიღაცას პოლიტიკა არ აინტერესებდეს და პარტია და რაღაცა ისე გვიყურებდეს, მაგრამ როდესაც ბავშვებზე ალაპარაკებს, მკურნალობა ჭირდება, ხა არ ვიცი თავის თავთანაც შვილი გადაგურჩენ, ანუ ხოც პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ჩვენ შტაბში, კაცო, ხოცების შტაბში ყოფილან ტიპები და მათი შვილი გადაურჩენია. ფასაც კი იხდიან, რა ვიცი, დღეს დილით 2 საათი მეძინა სულ, იმიტომ რომ ევროსაბჭოში მივსულიყავი, ეგ ხო კონტაქტებია, ხა იქ ადამიანები გავიცანით და ნახე რომ აქ საქართველოს ემიგრაციას საკმაოდ ჭიდრო კონტაქტები აქვს ევროპელ, ასე ვთქვათ, ევროპელ პოლიტიკოსებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ჩვენი სიტყვა მიიტანოს იქ, სადაც საჭიროა. ანუ შენ Deep State-ი ნახე დღეს დილით? დღეს დილით Deep State-ში ვიყავი ფაქტიურად. ანუ ძმაო, Deep State-ში ჩავასვარ. თეორი, აქაც ყველა პანელი არ მოხდება ჩვენს ობიექტივში მარტივ მიზეზის გამო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცები ჩემი მაყურებლისთვის არის საინტერესო, რაღაცები არ არის საინტერესო. დღეს ჩემი კოლეგები ჟურნალისტების დღეა. ძალიან მიხარია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნახე კიკალა, დათო კიკალიშვილი აქ ჩამოსული ევროპიდან, რომელიც დიდი ხანია უკვე ევროპაში საცხობად გადავიდა. აუცილებლად მონატრებულ კიკალას შეგახვედრებთ, ელისო ჯარიაშვილის პანელი, ასევე ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან ღირებულ პლატფორმას პუბლიკას, ელისოს წარდგენა არ სჭირდება. უკვე შესვენება აქ ყავასვამენ. ამიტომ პირველი ვისაც ახლა მე დროს ვთხოვ რომ დაგვითმოს კიკალა. კიკალ, მოდი რა აქ დავждეთ. ნუცუ. ჩემო საყვარელო, რა კარგი ევროპაში რა ვნახე. აშვები როგორ ხარ, სად ხარ, მაყურებელს, მონატრებულ მაყურებელს მოუყევი. აი, ეხლა უკვე დაახლოებით მე 6 წელია შესრულდა რაც ავსტრიაში. ჩემი მეუღლე ექიმია. მუშაობს და ამჯერად ვენაში ვარ ერთი წელიწადი ვცხოვრობ. და ვცდილობ რომ ჩემი ადგილი ვიპოვა საზოგადოებაში და ვიმუშაო შეძლებს დაბარაკ. პირველ რიგში უნდა ვთქვა რომ კიკალას მეუღლე ქართველების იმედია ძალიან ბევრის და როდესაც ავსტრიაში ჩადიან იციან რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი წინასწარ ყველას ეხმარება და ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია რომ აი გზამკვლევია მოკლედ იმედგაცრუებული სასწორკვეთილი ქართველის რომელიც ეძებს სრულყოფილ ჯანდაცვას ევროპაში. ანუ რა მცდელობები გაქვს აი ჟურნალისტიკიდან სად გადახვედი რა შვები? ცირად ჟურნალისტიკიდან ვერ სოდოწახალა. ხო, რაღაც ჩემ ბლოგი მაქვს პატარა, ვცდილობ რომ არ მოვწყდე ამ საქმიანობას. გონია რომ რაღაც უნდა მოიშალოს ქართველი ემიგრანტის სახე რაღაც ჩამოყალიბება, რომ მაინც ის გაჭირვებული არის. იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდი სათვისტომო, საკმაოდ წარმატებული ხალხი არის და მგონია რომ ამ სახეების ჩვენება შეიძლება ერთ-ერთი კარგი დამასურათებელი იყოს, როგორია საერთოდ ეს ევროპა, რომელშიც ჩვენ გვინდა ყველას არსებობა. არის სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია განვითარება, დაცულად გრძნობს თავს და აქ შანსი, რომ რაცაც კი მოინდომებს ის გააკეთოს. ეს არ არის მარტივი გზა, ჩემ თავზე მაგას შეგვიძლია ბევრი ფანტაზიით ჩამოვედი აქ. შრომა ყველგან ჭირდება წარმატებას. შრომა ყველგან ჭირდება და პერსპექტივა არის, რომ ეხლა მაგალითად
და ჩემი შვილი რომელიც ბერლინში მუშაობს ის უფრო მეც გააკეთებს გაძლიერდება და მგონი ასეთი სიმები გჭირდება საქართველოს და ევროპას შორის მგონი რომ საერთოდ ჩვენ ევროპა ვართ უბრალოდ რაღაც მოწყვეტილი ვართ ერთ სამწუხაროდ ჩვენ მარტო არ უნდა ვითხოვდეთ ევროპისგან რაღაცას უნდა ვთავაზობდეთ რაღაცას და ვთავაზობთ ნიჭიერ ენერგიულ ხალხს რომელიც აქ ჩამოდის და ქმნის დოვლას ეხმარება იგივე ჩემი მეუღლე ახსენე ხო ათასობით ავსტრიელი დაეხმარა და გადაარჩინა მაგათი სიცოცხლე და ყოველთვის საქართველოს დროში დადის და ამბობს რომ მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და ისიც ესეთ როგორ გითხრა მე დროშია ამის ქვეყნას და მგონი ესეთი ბევრია კარგი წამალი ებრძოლა იმ პროპაგანდას რომელსაც დღეს რუსეთი წაწარმოებს და მის ჩვენი რაღაცა დამხმარე ადამიანები და ჩვენ გავხდებით თავისუფლება იმიტომ რომ თავისუფლების გარეშე არ არსებობს სიხარული მიყვარს ძალიან და ბედნიერია რომ ამდენი წელს მე გვაჩვენა ესეთი საოცარი დღე. აუ ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოვიდა და ეხა ამ ხელა სიამოვნება მოგვანიჭა. მოგეწონა სპექტაკლი? გადასარევი. აი ამ ემოციები აი აქ. ძალიან ბევრი ვიტირე, ვიღრიალე, დღევანდელობა თითქმის იგივე მეორდება. ძალიან განვიცდით ამას, მაგრამ ეს ქართული სული და გამარჯვების იმედით ვართ ერთად და ეხა ერთი სურათი. დიდი მადლობა ასეთი შემოქმედებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე. მოგეწონა? ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი. გამოგიჭირე. ემიგრანტები ტიროდნენ. ხო, განბედნიერი ვარ კი. და ამბობდნენ რომ ეს პოლიტიკური მეხსიერება სად გაგვიქრავ ისტორიულიო, რატო არ გვახსოვს ეს ყველაფერია? ნუ არ კვდება იმპერია, როგორც ნახეთ. მე მეგონა რომ მოვესწარი იმპერიის სიკვდილს და ეხლა ვხედავ რომ არა და თავიდან უნდა მოვესწრო აუცილებლად ამ ამბავს და მოვესწრო. თეატრი რომელიც პროტესტია როგორ ცხოვრობს? ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ცხოვრება, რა თქმა უნდა რთულად, მაგრამ დამოკიდებელ თეატრს პლუსი აქვს რომ ის თავისუფალია. ხო, თუმცა ალბათ რაღაცა სირთულეებიც უფრო მეტია რა. ძალიან. მაგრამ გიღირთ. რა თქმა უნდა, ალბათ როგორც მეკობრეს გემი უჭერს შეიძლება დაძდევენ ყველაფერი, მაგრამ სადაც უნდა იქით გაცურავს და ეს თავისუფლება ღირს ყველაფერს რა თქმა უნდა. და ემიგრანტები რატო იყვნენ მნიშვნელოვანი სეგმენტი რატოა შენთვის რომ მათთანაც ესათქმული ჩამოგეტანა? მე გავიზარდე ამ ამბებში ემიგრანტების მთელი ჩემი ბავშვობის გმირები იყვნენ აი ვანიჩკა რომელიც აქ არის რამოდენიმე ბებიაჩემის მათი ბიძაშვილები ვინც წავიდნენ წავიდნენ საქართველოდან და არ ვიცოდით მათი არსებობა ცოცხლები იყვნენ თუ არა მე გვიან ბებიაჩემო რომ აი 60-იან წლებში რომ გარდაცვლილან და ამ შემდეგ მაგრამ ეს ჩემი გმირები იყო ეს ფოტოები რომელიც იმალებოდა სახში მაგრამ ეს თეთრგვარდიელები ის ჩემი დარდანიანი და იმის გვერდზე იდგა ვანიჩკაც იღილადა ჩემ ბავშვობაში და ის იყო ჩემი ლეგენდები და ეხლა მაგაზე რაღაც თითქოს შინაგანი ვალი მქონდა რაღაც მომეყოლა ეს არის ჩემი ოპერატორის მაქსიმილიანის ფოტო გამოფენა. აი ამ ბიჭმა გადაიღო ეს ფოტოები, არის აღმბეჭდი საქართველოს თანამედროვე უახლესი მიმდინარე ისტორიის და მისი ფოტოები ალბათ გეცნობა ძალიან ბევრჯერ გინახავთ და გიფიქრიათ, რომ აი ეს ფოტო ვისია? აი ვისია ეს ფოტო და რომ იცოდეთ ეს ფოტოები არის მაქსიმესი მაქს? დიახ. ანუ არც მეტი არც ნაკლები ევროპაში ხარ წარმოდგენილი. ვამაყობ შენით. ო, მეც ძალიან მიხარია. და სხვა ნანუკოს ოპერატორიც არის, გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფია პროფესიით. ხანია უკვე ნანუკას.
იმის თქვა მინდოდა ერთი რომ ჯობდეს ფოტოები საჭირო არ გამხდარიყო ჩვენი ქვეყანისას კარგად ყოფილიყო, მაგრამ რახან მოხდა უნდა გადავიღოთ. აღობეჭოდოთ და ვაჩვენოთ რაც ხდება ქვეყანაში ობიექტურად თქო. ძალიან განსხვავებული ხელწერა გაქვს. ვცდილობ რა, რაც ვარ ეგავა რა, ხასეთი გადაგაქვს ძალიან. ადრე ვამბობდნენ ეს მეთქი რაც მეკრინჯებოდა, მაგრამ ეხლა უყურებ მართალია რა, შენ ხასიათს ჩანს ფოტოებში. გინდა არ გინდა? შენი ხელწერა. ხო, რაც ამარ ეს ცოტა. ხო, აი. მე რო ხელწერას ვეძახი, მაგას ხასიათი ქვია? ხასიათი ხელწერა ერთი. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის წინახაზე ხელწერტილში შედიხარ, ანუ შორდან არ იღებ ამ ფოტოებს. შორდან ვერ გადაიღებ. ყველაზე კომფორტულად რომელ გარემოში ხარ? ყველგან, სადაც კამერა მიჭირავს, მე მოვიწყდება სადაც. ნანუკაში არ არის კომფორტულად, განსაკუთრებით. ნანუკაში სამსახური არ არის. განსაკუთრებით სადაც სარეკლამოს იღებს, იქ არ არის. აი ესე იღებს ხოლმე, აი ესე, არც უყურებს კამერას, აი ესე იღებს. ჩართულია. თეონ არის ლამაზი, თეონ არის ჭკვიანი, თეონ არის კომპეტენტური, თეონ არის ობიექტური. და ადამიანი ვისი აზრით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე ჩემი ბიჭი უნდა გავაცნო მაყურებლებს, ეს არის დათო, დავითი, ჯინჭარაძე, ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ძალიან კარგი ბიჭი, ჩემთვის ცნობილი გახდა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით მას შესაძაც იყო რაღაცნაირი კაი, თავზე წვიმებად მოდიოდა ეს ჯარიმები ადამიანებს, სასოწარკვეთილ უიმედო ადამიანებს და დათომ გააკეთა ლონდონში იქვე უზრუნველყო ფონდი, რითიც ეხმარებოდა ადამიანებს ჯარიმებს გადახდაში და მე შემდეგ ეს გადაიზარდა ყველაფერში, ხა პატიმრებში შეგვეხიდა და მოკლედ სადაც ადამიანებს დახმარება სჭირდება, დავით არის ყველგან. დანარჩენს თვითონ მოგვიყვება. დავიჯდეთ. ლონდონში რამდენი წლის წახვედი, რატო წახვედი, მომიყევი შენზე რა? 17 წლის ასაკიდან საქართველოში არ ვცხოვრობ პრინციპში, თავიდან სასწავლებლად წავედი ჯერ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, შემდეგ ლონდონში აღმოჩნდი დაახლოებით უკვე 4 წელი, მაგრამ გამოდის რომ 8-9 წელი საქართველოში აღარ ვცხოვრობ და წავედი, იმიტომ რომ მაშინ მართალია, თინეიჯერი ვიყავ. რამდენი წლის წინ იყო ეს? 8 წლის წინ, როდესაც რაღაც პოლიტიკური სიტუაცია მაშინაც უკვე არ მომწონდა ქვეყანაში, ხედავდი რომ აქ რაღაც წარმატება, სტარტაპი, ინოვაცია ამ ქვეყანაში არ იქნებოდა, იმ მოცემულობაში უბრალოდ მეგონა რომ მე ვიყავი უმცირესობაში. და თუ შენ ხარ უმცირესობაში, გინდა რომ წახვიდე, ხო? და 2-3 წლის უკან ეს ყველაფერი შეიცვალა. ახლა რომ ამბობ რომ ემიგრანტი, არც კი ვიცი ვთქვათ, აი ემიგრანტად უკვე ვითვლები თუ არა, იმიტომ რომ 9 წელს თბილისში ვატარებ. როგორც კი ვთქვათ, ჩემს საქმეებს მორჩები ლონდონში წელს ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. და რის საკეთებად წახვედი სწავლის მერე ნიუ-იორკიდან? სამუშაოდ წავედი. ვმუშაობდი რამდენიმე სხვადასხვა სამსახურში, ძირითადად ტექში და პროექტების მენეჯმენტში. შემდეგ პოლიტიკა სულ მაინტერესებდა, ვიყავი მკვლევარი პოლიტიკური ფსიქოლოგიის, ანუ განათლებით ფსიქოლოგი ვარ და ფსიქოთერაპევტი და გადავედი ამ რაღაც პოლიტიკური კვლევების ნაწილში და ეს ეხლა ლონდონში, რა თქმა უნდა, ყველა დიდი კვლევითი ცენტრი მაინც ლონდონში არის. ერთ 4 სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი რეალურად ლონდონამდე სანამ მივაღწევდი და იქ დავიწყე შემდეგ პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევა, რასაც ეხლა ვაკეთებ. 4-5 სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებ, ძირითადად ტექი, პოლიტიკა, ფსიქოლოგია ამ სამი სფეროს გარშემო. ანუ ეს ისეთი სფეროებია, სადაც იდეაში მგონია რომ ბევრი ადამიანი ისეც არ მიდის. არა, ხო. მით უმეტეს ამისი კულტურა საქართველოში არ არსებობს, იმიტომ რომ ანუ დას ახალია მგონი აქ თემები არა? ახალია და აი განსაკუთრებით საქართველოს ჩვენი პოლიტიკური კულტურა არის მემგონიზე დაფუძნებული, ხო? აი მე მგონი ასე უნდა გავაკეთოთ. კვლევაზე, დეითაზე, როგორც ასეთზე, მონაცემებზე არ არის. და ზუსტად ამის სიცრუილება მინდოდა და ამ 2-3 წელმა ის გამოაჩინა, რომ ეს რაღაცა შორეულ პერსპექტივაში კი არ უნდა მოხდეს ახლა და ამჟამად, ხო? რატო უნდა ჩამოხვიდე საქართველოში? მე მგონია, რომ ეხა ბევრი აი მე მგონი, ხედავ? ეგრე ქართველი გახდი. ანუ ლონდონიდან ეგრე ჩამოფრინდე. ეს თბილისურ სიტუაციაში. ხო იცი რა, მე მგონი მართლა, მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ახლა და ეს არის გასაგები, იმიტომ რომ როდესაც რუსთაველზე ყოველდღე გახარ, როდესაც რაღაც ტერორის მუდმივ რეჟიმში ხარ, ბუნებრივია რომ წასვლა ერთ-ერთი გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან. მე მინდა ჩამოსვლით ვაჩვენო, რომ მე არ მჯერა რომ თქვა ამ რეჟიმის დამარცხება არის შეუძლებელი. მე ვიცი ზუსტად და ისტორიაშიც წამიკითხავს, რომ ამაზე ბევრად უარესი რეჟიმები დამარცხებულა. ჩილეში, არგენტინაში, სერბეთში და აგერ საქართველოშიც 2003 წელს ხო მოხდა რევოლუცია. თუმცა სერბეთიც ისე წვალობს როგორც ჩვენ. სერბეთი და ზუსტად აი სერბეთში ვიყავი. ხო, ცოტა ხნით წინ მახსოვს მე დაგირეკე სერბეთში ვარ. კი, აი ეს ჩემი პროფესია გახდა ეს რა, ბოლო დროს დავდივარ ეს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ იქაური პროტესტი შევისწავლო და გავარკვიო იქიდან ის სწავლა შეგვიძლია.
ჩემ მითხარი რატო ხარ აქ? ძალიან საინტერესო ფორმატი იყო და როდესაც გავიგე ამ ფორმატის შესახებ, გადავწყვიტე რომ აუცილებლად შემოერთებოდი, იმიტომ რომ მე ნახა ზუსტად ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოწყვეტილები არიან ფიზიკურად, მაგრამ მათი ძირითადი საფიქრალი არის ის პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ეს არის რაღაცნაირი, არ ვიცი, ბმა ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენ ვერ გაწყვეტ. ზოგი აქ დაიბადა და ზოგი აქ არის დაბადებული. მაინც ქართულით და უყვართ ჩვენი რაღაცნაირი ეს კავშირები, რაც არსებობს და ამიტომ ეს ზუსტად ხიდების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ არ დავკარგოთ ეს ადამიანები. რა ფენომენია, როდესაც ევროპაში ცხოვრობს და ქართული ოცნება უნდა? ნანუკა, შენ არ უნდა დაგავიწყოს, რომ ჩვენ ვებრძვით მილიარდობით დოლარის პროპაგანდას, რომელიც არ არის მარტო ლოკალური და არ არის საქართველოს მთელი ევროპაც არის ზუსტად ამ პროპაგანდით მოცული და ამიტომ ესე მარტივად ამასთან ბრძოლა არ გამოვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან ზუსტად ამ მსხვერპლი, რასაც ქვია მაგალითად whataboutism-ს ეძახიან ჩვენს სფეროში, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი შენ გიშლის ზღვარს, შენ გეუბნება უკვე დღეს რუსეთი ვეღარ აპოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც სამართლიან ქვეყანას, მაგრამ ცდილობს გაჩვენოს, რომ ევროპაშიც რაღაცაები ცუდი ხდება. მე არ ვარ კარგი, მაგრამ ისიც ცუდია. ქართული ოცნების ბნელი პროპაგანდა დგას არა მხოლოდ იმაზე, რაც არის, რომ აი თქვა ევროპა ცუდია, ან თქვა რაღაცა რუსეთი კარგი, არამედ ზუსტად ის, რაც არის ცხრა ტექნიკა აქვს კრამს გამოყენებული, რომ თითქოს ნაციონალური სიამაყის გაღვივებაზე. ეს ნაციონალური სიამაყე სინამდვილეში არის ძალიან დამახინჯებული, იმიტომ რომ თითქოს შენ გგონია, რომ მარტო შენ გაქვს, ანუ რა არის ამის ესე ვთქვათ, სასაცილო მხარე, რომ შენ გონია, რომ შენ მარტო შენ გიყვარს ქართულობა, ერთი იტალიელს კითხე, ზუსტად ნებისმიერ სხვა ეროვნების კონტექსტში. ან რა ვიცი, ბერძენს კითხე, უფრო სამხრეთულ ქვეყნებს ავიღებ, რომლებსაც ნამდვილად არის უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ ან ცოტა იქით წავიდე და შოტლანდიას კითხე. კი, რა თქმა უნდა, ეხლა შენზე მეტად უყვარს თავის ქვეყანა და შესაბამისად ამის გამო ის არ ამბობს უარს გლობალიზაციის სიკეთეზე, მაგრამ შენ თუ ძალიან მაგარი ხარ შენ საქმეში და შენ თუ შეგიძლია შენი ნაციონალურობის ჩვენება, ნამდვილად არავინ არ გიშლის, პირიქით იმასაც ვიტყვი, რომ თუ ერთადერთი ვინმე ამას გიშლის, ეს არის რუსის ვანია. კი, და თუ რამეს გითვინმე გიცვლის, გიმახინჯებს. კი ბატონო, და ისტორიას გიშლის და ფრესკებს გიშლის ეკლესიაში და საკუთარ ეკლესიაში არ გიშვებს, რომელიც მის მიერ არის ოკუპირებული. და ერთ-ერთი რისი თქმაც მინდა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, რომელიც გადაივლის, ბევრად უფრო გაგვაძლიერებს საკუთარ თავში და საკუთარ სურვილებში, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი. Shemi Chaki